ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ 15 მარტივ, მაგრამ აუცილებელ წესზე, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ, თუ გვინდა რომ ჩვენი ტრეიდინგის საქმიანობა იყოს წარმატებული და ესე უბრალოდ კრახით არ დამთავრდეს ეს ყველაფერი და მე არ გავიზარდოთ ყველა რომ ტრეიდინგი კაზინოა, ტრეიდინგი ის არის, ტრეიდინგი ეს არის და მოკლედ თუ გვინდა რომ ვიყოთ წარმატებულები სხვა ყველაფერთან ერთად და დიდ ცოდნასთან ერთად, რასაც დააგროვებთ კურსის საშუალებით, დამატებით უნდა დაიცვათ ეს მარტივი წესები, რომელიც აუცილებელია, მართლა აუცილებელია თუ გინდათ რომ მიაღწიოთ წარმატებას. პირველი, საფუძვლები განვიხილოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ძალიან ბეისიკია. პირველი, გაითავისეთ, რომ ტრეიდინგი არ არის სწრაფი გამდიდრების გზა. აი ეს უმთავრესი არის, რაც უნდა გესმოდეთ რა. ტრეიდინგი გონიათ ხოლმე რაღაც ისეთი სფერო, სადაც ჩარიცხავ $100, უცებ წაითამაშებ რაღაცებს და და მილიონერი ხდები. არ არის მეგობრებო ესეთი სფერო. ეს არის ბიზნესი. უნდა შეხედოთ ბიზნესივით. რაღაც თანხას რომ დააბანდებთ და იმ თანხით დაიწყებთ ვაჭრობას, იმ თანხიდან გამომუშავებაზე უნდა იფიქროთ, რაღაც სტაბილურ შემოსავალზე. პირველად თუ გაქვთ $1000, თვეში თქვენთვის $300 უნდა იყოს ძალიან მაგარი შემოსავალი იმ $1000-დან რა. $300, $400, $200, როდესაც სტაბილურად ბიზნესური მიდგომებით უყურებთ, ეს თანხები არის მშვენიერი მაჩვენებელია. შესაბამისად, არ უნდა უყუროთ ამ სფეროს როგორც სწრაფი გამდიდრების გზას. უნდა შევხედოთ როგორც ბიზნესს და სტაბილური შემოსავლის წყაროს. აი, რა ვიცი, პრაქტიკიდან გამომდინარე რომ გითხრათ, თითქმის ნული გაქვთ იმის შანსი, რომ თუ თქვენ გემბლერის მენტალიტეტით შეუდგებით ამ საქმეს და კაზინოს მიდგომები გექნებათ, არ არსებობს, წარმატების გზა არ არსებობს. ჩათვალეთ აქ დასრულებულია ყველაფერი. ერთხელ გაგიმართლებთ, მეორედ გაგიმართლებთ, მესამედ გაგიმართლებთ, მეოთხედ აღარ გაგიმართლებთ და წააგებთ ყველაფერს. მეოთხემდე თუ მიხვედით საერთოდ რა. შესაბამისად, უნდა შეხედოთ ტრეიდინგს როგორც სტაბილურ შემოსავლის წყაროს და არა მარტივი გამდიდრების გზას. შემდეგი არის შეიმუშავეთ კაფეო სავაჭრო გეგმა. რას მოიცავს ახლა ეს? აი, ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც რაღაცას ყიდულობენ და გეგმა არ აქვს წინასწარ. აი, იყიდიან რაღაცას და ესე რომ იძახიან, რომ მოდი ვიყიდი და რაღაცა იქნება რა, მე შევხედავ რა, რაღაც მოგებას რო გააკეთებს, მე დავფიქრდები, ავიღო თუ არა, თუ მინუსში წამოვიდა, მე მოვიფიქრებ რა. ანუ ესეთ რაღაცები არის დიდი შეცდომა და ეს არის დამღუპველი. როდესაც ჩვენ ტრეიდს ვაკეთებთ და რაღაცას ყიდულობთ, აუცილებელია რომ გქონდეს გეგმა წინასწარ. სად უნდა გამოვიდეთ მინუსში, თუ ეს ტრეიდი ჩამოვიდა მინუსში, თუ წარმატებულად წავიდა ეს ტრეიდი, სად უნდა ავიღოთ მოგება, ესეც წინასწარ უნდა ვიცოდეთ. აუცილებელია ამაზე წინასწარ დაფიქრება და გეგმის მიყოლა. და გეგმას არ უნდა გადაუკვიროთ, რა თქმა უნდა. როდესაც ჩვენ გარკვეული ზღვარი გაქვს, სადაც რაღაც მინიმალური წაგება იღირს რა იყო, რომ ამ ტრეიდს აღარ გაყვე მე და მე გეშინია იქ რო ფასი ჩადის და მე ამ გეგმას არ ღვევ და იქ სტოპ ლოს აუქმებ და რაღაც ძალიან დიდი შეცდომაა ეს და მოკლედ პირველი რაღაც არის, ასე ვთქვათ, გასაღები არის წარმატების ამ სფეროში სავაჭრო გეგმა და ის რომ მიყვები სავაჭრო გეგმას. მართეთ ფინანსები გონივრულად. ამაში მოიაზრება ის, რომ თითოეულ ტრეიდში უნდა გავრისკოთ შესაბამისად. არ შეიძლება რაღაც უაზრო რისკების გაწევა, სიხარბიდან გამომდინარე და ბევრი სხვადასხვა ემოციიდან გამომდინარე. ეს არის ფულის მენეჯმენტი, მარტივად რო ვთქვათ. თითოეულ ტრეიდში უნდა გქონდეს შესაბამისი რისკი და არ შეიძლება რაღაც უაზრო რისკები. აი, მეც მაგალითად, როდესაც საჯარო ჯგუფში ვაგდებ ხოლმე რაღაც ფიუჩერსის სიგნალს მაგალითად, თითქმის ყველა სიგნალში ვუწერ ხოლმე, აი, ტრადიციად მეკცა რა, ვუწერ ხოლმე იმას, რომ ნუ გარისკავთ ბინებს, მანქანებს, სახლებს, რა ვიცი, უაზროდ დიდ თანხებს, ნუ გარისკავთ. ნუ ამას ისევ ამბობ, ხა ბინას არავინ არ გარისკავს, მაგრამ ძალიან რისკავენ რა, ანუ $1000 უდებთ ბალანსზე. ტრეიდში შედიან $500, $700, $800, $1000 და ძალიან დიდი შეცდომაა ეს რა. თითოეულ ტრეიდში არასდროს არ უნდა გავრისკოთ 5%-ზე მეტი. ანუ 5% უნდა იყოს ზღვარი, რის იქითაც აღარ ვრისკავთ ჩვენ ერთ ტრეიდში რა, ერთ პოზიციაში. 5 ტრეიდიც ძალიან ბევრია, როდესაც ჩვენი კაპიტალი არის დიდი. ზოგადად 1%-იანი წესიც არსებობს ხოლმე, რომ აი 1%-ს რისკავ წასაგებად თითოეულ ტრეიდში და მეტს არა. მე მიყვარს დაახლოებით 2% დიაპაზონი, 1%-დან 3%-მდე ესე ვიცავ ხოლმე ძირითად შემთხვევაში მენეჯმენტს ნორმალურ ტრეიდებში, თორე არის რაღაც პოზიციები, სადაც 1%-საც კი არ ვისკავ. შესაბამისად, ფულის მენეჯმენტი არის მთავარი გასაღები ასევე წარმატებისთვის. აი, არის ხოლმე ხშირად ისეთი მომენტები, როცა არ ვართ ჩვენ დაზღვეული ბევრი წაგებისგან რა. ანუ შეიძლება ანალიზიც გავაკეთოთ, ყველაფერი კარგად ჩანდეს, თითქოს რაღაცა, მაგრამ უცებ ისეთი ნიუსი გაიჩნდოს და ისეთი რაღაც მოხდეს, რომ ჩამოემხოს ყველაფერი რა. თქვა და წააგოს ჩვენმა ბევრმა ტრეიდმა ერთად, თქვა 10 გახსნილი პოზიცია გვაქვს და ყველა ერთად წააგოს.
ამ შემთხვევაში ჩვენ ისე უნდა გქონდეს თანხები და რისკი გადანაწილებული, რომ ამ ერთდროულად წაგებულ ტრეიდებში ზარალი იყოს მინიმალური. არ შეიძლება აქ უაზროდ დიდი რისკების გაწევა. შესაბამისად, ეს არის ესეთი რაღაცებისგან არ ვართ ჩვენ დაზღვეული და ჩვენ დაზღვევა არის რეალურად ის, რომ ვიყოთ გონივრული ჩვენ ფინანსებში და გონივრულად გქონდეს განსაზღვრული თითოეული ტრეიდის რისკი. და არ შეიძლება ესეთ მომენტებში მთლიანი თანხის დაკარგვა. არ გარისკო ტრეიდში კრიტიკული თანხები. ეს ოქროს წესია, ყველაზე მარტივი წესია, მაგრამ მაინც არ ღვევს ამ წესს ხალხი და იციან, მაგრამ მაინც იგივეს აკეთებენ. ეს მოიაზრებს რეალურად იმას, რომ ტრეიდინგში არ უნდა გარისკოთ ისეთი თანხები, რაც ცხოვრებაში შეგიქმნეთ პრობლემას. ანუ ზოგი სესხულობს, ზოგი რაღაც საჭმლის ფულს რიცხავს ბირჟაზე და 1000 რაღაც მესმის ხოლმე რა და არ შეიძლება ესეთი რაღაც. პირველ რიგში იმიტომ არ შეიძლება, რომ სარისკო სფერო არის ეს და ძალიან მარტივად შეიძლება თანხა დაკარგო თუ შენ არ გაქვს სწორი მიდგომები და თუ კაზინოს მსგავსად უდგები ამ საქმეს, ძალიან მარტივად შეიძლება შენ გააქრო თანხები. შესაბამისად, ძალიან სარისკოა ამ მხრივ და არანაირად არ შეიძლება ისეთი თანხების გარისკვა, რაც რეალურად დიდ პრობლემას შეგვიქმნის და თავში ხელ შემოვიტყავთ, რომ აიმე ეს რა ვქენიო რა, ესეთი რაღაც არ შეიძლება. ეს ერთი და მეორე ის არის, რომ როდესაც შენ ბალანსზე გიდევს ესეთი თანხა, რაც რეალურად კრიტიკული არის შენ ცხოვრებაში ამის დაკარგვა. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ შენ ამ შემთხვევაში რა. ანუ წარმოიდგინეთ ახლა ორი ტრეიდერი, რომელსაც ორივეს $1000 უდევთ ბალანსზე და ვაჭრობენ და ერთი ტრეიდერისთვის ის $1000 არის თავისუფალი თანხა, რომელიც ძალიან ახლა დიდ პრობლემას არ შეუქმნის იმ $1000 დაკარგვა და მეორე ტრეიდერი, რომელსაც უდევს ეს $1000, ამ ტრეიდერისთვის ეს $1000 არის ბოლო ფული, წარმოიდგინეთ. ანუ ამ $1000 დაკარგვა ძალიან დიდ პრობლემებში გახვევს. ეხლა ძალიან მარტივად რომ დავფიქრდეთ, ხო ლოგიკურია, აქედან რომელი უფრო წარმატებული იქნება და რომელი უფრო კარგად ივაჭრებს, თუნდაც ერთნაირი ცოდნა რო გქონდეთ რა. რა თქმა უნდა, ვისაც თავისუფალი ფული უდევს და იმაზე არ ნერვიულობს, რომ აიმე ეს არ დავკარგო და რაღაც, ის ტრეიდერი უფრო წარმატებული იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა ესეთი ბოლო ფული გვიდევს და გვეშინია იმ თანხის დაკარგვა, გულშემთ ძალიან დიდ შეცდომებს. შესაბამისად, არასდროს არ უნდა გავრისკოთ ესეთი თანხები, რაც ცხოვრებაში კრიტიკულია ჩვენთვის და პრობლემებს შეგვიქმნის. ნუ რა თქმა უნდა, ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია და არანაირი თანხის წაგება არ გვიღირს ჩვენ და არ გვსიამოვნებს, მაგრამ წაგება პროცესია, ნაწილია და უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი და არ უნდა გავრისკოთ ესეთი თანხები. სავაჭრო დისციპლინა არის შემდეგი თემა და იყავით ობიექტურები. გვაქვს ეს თემა. ეს ახლა რაში მოიაზრება? ობიექტურობა და ინდივიდუალურობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ტრეიდინგში. ანუ ბაზარი მოქმედებს რეალურად ემოციებზე და მასაზე რა. რასაც მასა ფიქრობს ტრეიდერების და ტრეიდერებს 90% რასაც ფიქრობს, ყოველთვის ხდება იმის საპირისპირო რაღაც. შესაბამისად, არ შეიძლება ის, რომ უაზროთ რაღაც აი ვიღაცა რაღაცას დაპოსტავს, თან მით უმეტეს თუ არც გვაქვს რეალურად ცოდნა ის ადამიანი რამდენად განათლებულია ამ სფეროში, აი ესე ბრბოსავით რო შეიყრება ხოლმე და ყველა ერთ აზრზე არის და ერთი და იგივე რაღაცას აკეთებს ხოლმე, ეგეთი რაღაც არ შეიძლება, ანუ რაღაც ისე არ შეიძლება რა, სუბიექტური აზრები გამოვიტანოთ, სხვების აზრებზე დაყრდნობით, ასე ვთქვათ რა. ყოველთვის უნდა ვიყოთ ობიექტურები, ყოველთვის ცივი გონებით, ობიექტურად უნდა ვაკეთებდეთ ანალიზს და ზედმეტი ემოციების გარეშე ვფიქრობდეთ რა შეიძლება მოხდეს. ამ შემთხვევაში ვიქნებით ყველაზე წარმატებული და ყველაზე კარგი შედეგი გვექნება ზუსტად ამ შემთხვევაში. ობიექტურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრეიდინგში. დაიცავით დისციპლინა. დისციპლინაც, ამას მე მგონი ბევრი საუბარი არ სჭირდება, რომ ტრეიდინგში წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები არის დისციპლინა. არანაირად არ შეიძლება ჩვენ რომ გადავუხვიოთ ამ დისციპლინას. რო გვაქვს რაღაც წესები შემუშავებული, გარკვეული წესები, იმ წესებს არანაირად არ უნდა გადავუხვიოთ. როდესაც გვაქვს გეგმა პირობითად არ უნდა გადავუხვიოთ იმ გეგმას. თუ ამბობთ, რომ აი ამაზე მეტს არ წავაგებ და არ მიღირს ამაზე მეტი წაგება, არ უნდა წავაგოთ ამაზე მეტი. თუ ამბობთ, რომ აი არ გავხსნი ამაზე მეტ პოზიციას, არ უნდა გავხსნათ ამაზე მეტი პოზიცია. ეს არის დისციპლინა ზუსტად რა. რაღაც ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ ჩვენი თავი და ყოველთვის აი უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი თავი კომფორტის ზონიდან. და ნუ რაღაც უაზრობების გამო არ უნდა დავაურგოთ დისციპლინა და ყოველთვის უნდა დავიცვათ დისციპლინა. ეს არის მთავარი რაღაც, რაც მოგვიტანს წარმატებას. მართეთ რისკები. რისკების მართვაში მოიაზრება ზუსტად ის, რომ უაზროდ არ უნდა გავწიოთ რისკი თითოეულ ტრეიდში. ნუ რაღაც ხრივ ნაწილობრივ შევეხეთ წერან ამ თემას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ
ყოველთვის უნდა გავაკეთოთ დივერსიფიკაცია ჩვენ თუნდაც ინვესტიციებში, თუნდაც ტრეიდებში. არასდროს არ შეიძლება ის, რომ რაღაც კონკრეტულ ტრეიდს მივანიჭოთ ზედმეტად დიდი რისკი, ანუ გავწიოთ დიდი რისკი რაღაც კონკრეტულ ტრეიდში და გავწიროთ დიდი თანხა ამ ტრეიდში წასაგებად. არანაირად არ შეიძლება ეს. შეიძლება მოხდეს ზუსტად ისეთი რაღაც, რასაც 1%-ითაც კი არ ველოდებით იმ კონკრეტულ მომენტში და ყველაფერი დატრიალდეს ჩვენ საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ რისკები სწორედ გვაქვს განსაზღვრული და დაცული გვაქვს რისკ მენეჯმენტი, ამ შემთხვევაში სულ წავაგოთ ყველა ტრეიდი ერთად, იმხელა დარტყმას არ მივიღებთ ჩვენ კაპიტალზე, რომ გამოუსწორებელი იყოს ეს და ასე შემდეგ იმას მერე მარტივად ამოვიღებთ იმ თანხას. მაგრამ როდესაც რისკებს ვერ მართავთ სწორედ და უაზროდ დიდი რისკები გვაქვს გაწეული რაღაც კონკრეტულ მომენტებში და კონკრეტულ ტრეიდებში, აი ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენ საწინააღმდეგოდ მოხდება ყველაფერი და დავკარგავთ კაპიტალის ნახევარს ან საერთოდ ყველაფერს დავკარგავთ, ამ შემთხვევაში უკვე ვეღარაფერი ვეღარ გვიშველის და დასრულდება მათ ყველაფერი. შესაბამისად, რისკების სწორედ მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. იყავით მომთმენი. აი მოთმინებაზე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ტრეიდინგში და ინვესტიციებში ყველაზე ძვირადღირებული და ფასეული უნარი, სკილი არის მოთმინება. თამამად შემიძლია ვთქვა. აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის რა. წარმოიდგინეთ ანალიზს აკეთებ, ყველაფერი კარგად გესმის, ტექნიკური ანალიზი მაგრად გესმის, მაგალითად, გააკეთე სწორი ანალიზი, გააკეთე სწორი პროგნოზი, რომ აი ესა და ეს კოინი უნდა ავიდეს ამ ფასზე აქედან, ამ მომენტიდან. და ყველაფერი ხდება ზუსტად ისე, მაგრამ შენ ამ გზაზე დიდი მოგების მისაღებად, დიდი მოგების მიღებისთვის გიშლის ერთი ფაქტორი ხელს და ეს არის მოთმინების არქონა. როდესაც არ გაგვაჩნია ჩვენ მოთმინება და რაღაც კონკრეტულ ტრეიდს პირობთ და სჭირდება ერთი კვირა, მაგრამ ჩვენ ერთ დღეზე მეტი ვერ ვითმენთ, აი ამას მოაქვს ხოლმე დიდი პრობლემები და თუ ჩვენ უნდა ავიღოთ $100 მოგება, ვიღებთ $10 მოგებას, იმიტომ რომ უბრალოდ მოთმინება არ გაგვაჩნია. თითქოს მარტივია ესე რა, რომ მოვითმენ კაცო რა პრობლემაა და რაღაც, მაგრამ აი იმ ფაქტის წინაშე რომ დადგებით, როცა ეს მოთმინება დაგჭირდებათ, იმხელა ემოციები მოდის და იმხელა ემოციებში ეფლობით ამ დროს, რომ აი 1000-ნაირი ფიქრი გაგვთ გონებაში, რომ აი ხوار დავხურო, ხوار წავაგებ ამას და რაღაც ესეთები რა. ესაა ზუსტად დისციპლინა, რაზეც ვსაუბრობდი და როდესაც დისციპლინას იცავთ და მომთმენები ხართ, ძალიან მაგრად მუშაობს მერე თქვენზე ეს ყველაფერი და კარგ შედეგებზეც გადიხართ. თუნდაც ჩემს ჯგუფში, VIP ჯგუფში, როდესაც არის ხოლმე ძალიან წარმატებული თვე და ყველა ტრეიდი ძალიან მაგარ მოგებებს აკეთებს, არის იქ გარკვეული კატეგორიის ხალხი, რომელიც მოგებას ვერ აკეთებს. იმიტომ ვერ აკეთებს, რომ არ აქვს მოთმინება. ანუ მე რომ რაღაცა ბიტკოინის სიგნალი ჩავაგდებ, თქვა და იმას სჭირდება რამოდენიმე დღე სრულ შედეგამდე და ველოდები მე ტრეიდერების კატეგორია არის, ვინც ვერ ითმენს, ვერ მიყვება იმ ტრეიდს ბოლომდე და თუ უნდა ველოდოთ 3 დღე, ისინი ხურავენ 3 საათში. შესაბამისად, წარმოიდგინეთ რამხელა მოგება არის გამაზული. ასე რომ, მოთმინებაც არის ერთ-ერთი მთავარი რაღაც, რაც გვჭირდება, რაც უნდა შევიმუშავოთ და აუცილებლად უნდა ვიყოთ მომთმენები, თუ გვინდა რომ ვიყოთ წარმატებულები, თუნდაც ტრეიდინგში და თუნდაც ინვესტიციებში. აირიდეთ ჭარბი ვაჭრობა. ჭარბ ვაჭრობაში, ანუ over trading-ში, იგულისხმება ის, რომ არ უნდა გავხსნათ ზედმეტად ბევრი პოზიციები. აი ძალიან დიდი შეცდომა არის ხოლმე დამწყები ტრეიდერების ეს, როდესაც ერთდროულად ხსნიან ხოლმე 10-20 პოზიციას და აი რა ვიცი, აღარ იციან ხოლმე ფული საწაიღონ და რო ფიქრობენ, რომ თქვათ ბაზარი უნდა წავიდეს ზემოთ, მთელი ფულით ხსნიან ლონგებს და 20-30 ლონგი აქვთ ხოლმე ხანდახან გახსნილი რა. ეს არის სრული სიგიჟე. ანუ ჯერ თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა რისკს წევა ამ შემთხვევაში, ყველამ ერთად რო წავაგოს რამხელა ზარალია ფაქტობრივად განულდები. ერთი ეს წარმოიდგინეთ და მეორე წარმოიდგინეთ ის, რომ აი როგორია მენეჯმენტირება გავუკეთო მაგალითად 20 პოზიციას, რომელიც გაქვს გახსნილი. ვერ უკეთებ ხო ფიზიკურად. შესაბამისად, არ გაქვს გეგმა, არ გაქვს დისციპლინა, პროსტა გაქვს გახსნილი და ფიქრობ, რომ აი რაღაცა იქნება, რამეს ვიზავ რა და ამაზე როგორც დასაწყისში ვისაუბრე, არ გამოდის ესე საქმე რა და ვერ ვიქნებით წარმატებულები ესეთ შემთხვევაში თუ ესე ვიფიქრებთ. შესაბამისად, უნდა ავირიდოთ თავიდან ჭარბი ვაჭრობა, უნდა ვივაჭროთ ზომიერად და მხოლოდ ისეთი პოზიციები უნდა გავხსნათ, რომელიც ობიექტურად გვაქვს გაანალიზებული, გვაქვს გეგმით, ანუ გეგმა გვაქვს შემუშავებული, რომელსაც უნდა მივყვეთ და აი ამ ჭარბი ზედმეტი ვაჭრობის გარეშე ზომიერად რამოდენიმე ტრეიდში შეგვიძლია ვიჯდეთ და დაველოდოთ მოთმინებით კარგ მოგებებს. ფსიქოლოგია და განვითარება არის შემდეგი საკითხები. პირველი თემა გვაქვს მართეთ ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ეს მოიაზრებს იმას, რომ არ უნდა ავყვეთ ჩვენ ემოციებს და ზედმეტი ემოციების გამო არ უნდა მივიღოთ უაზრო გადაწყვეტილებები. უნდა ვივაჭოთ ცივი გონებით, ემოციების გარეშე, შიშების გარეშე. აი, შიშებზე გვაქვს ზუსტად საუბარი აქაც. უნდა ვივაჭოთ შიშების გარეშე და ემოციების გარეშე, თუ გვინდა რომ ვიყოთ წარმატებულები. ცივი გონებით ვაჭრობა ხშირ შემთხვევაში, ძალიან ხშირ შემთხვევაში არის გადამწყვეტი მომენტი, რამდენად მივახწევთ წარმატებას კონკრეტულ ტრეიდებში. როდესაც ვართ ემოციურები და ვართ შეშინებულები, ვიღებთ ძალიან არასწორ გადაწყვეტილებებს, ან ნაადრევად ხურავთ პოზიციას მცირე წაგებაში, ან დიდ წაგებაში, ან დიდი პოტენციალი აქვს თქვათ ამ ტრეიდს მოგების, მაგრამ ჩვენ მცირე მოგებაში ვხურავთ იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს შიშები, რომ ეს მოგებაც არ დავუკარგოთ, შესაბამისად ვერ ველოდებით, გვაქვს შიშები და აი არ უნდა ვუყოთ ამ ყველაფერს რა. ისევ და ისევ გეტყვით იმას და დაუბრუნდები იმ თემას, რომ თავარია დისციპლინის დაცვა. როდესაც დისციპლინას იცავ შენ და ასევე ფულის მენეჯმენტს და რისკების მენეჯმენტს იცავ, შიშებიც აღარ გაქვს, აღარც ემოციები აღარ გაქვს რა. ანუ ეხლა წარმოიდგინე $1000 რო გაქვს ბალანსი და $1000 რო რისკავ რაღაც ტრეიდში რა. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, ხო, ძალიან ბევრი შიში და ემოცია დაგეუფლება შენ ამ მომენტში. შესაბამისად, რთულია ამ დროს ესეთ მომენტში, რომ თავი აარიდო ამ ყველაფერს ცივი გონებით ივაჭრო, მაგრამ თუ შენ $1000 გაქვს და კონკრეტულ ერთ ტრეიდში რისკავ $50 პირობითად. ამ შემთხვევაში უკვე მარტივია, ხო? შიშების დაძლევაც, ემოციების გარეშე ვაჭრობაც. ამიტომ ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული ტრეიდინგში და თუ გვინდა რომ მივახციოთ წარმატებას, აი ეს ყველაფერი ერთდროულად კარგად უნდა შევკრათ, შევაჯამოთ და საერთო ჯამში ვიყოთ კარგი შემდგარი ტრეიდერები, რასაც დრო და პრაქტიკა მოგვიტანს რა. ეს თეორიულად ამაზე ვსაუბრობთ, გავიაზრებთ, მაგრამ აი თქვენ თვითონ უნდა გამოსცადოთ კონკრეტულ ტრეიდებში, აი კონკრეტულ თანხებს რო გარისკავთ, უშუალოდ რეალურ თანხებს როცა გარისკავთ და ესეთი ფაქტების წინაშე დადგებით, აი ზუსტად მაშინ მიიღებთ ამ თემებზე გამოცდილებას და მაშინ გაგახსენებათ ეს ყველაფერი. შეეგუეთ ზარალს. უნდა გვესმოდეს ზოგადად, რომ ზარალი და წაგება არის ტრეიდინგის ბუნებრივი ნაწილი. ანუ ბუნებრივია ხო, რომ რაღაც წავაგოთ. ფიზიკურად შეუძლებელია ისე ვაჭრობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მოგებები გქონდეს და წაგება არ გქონდეს. ამ შემთხვევაში ხო მილიონერები კი არა, მილიარდერები ვიქნებოდეთ საერთოდ, რომ აი წაგება არ გვაქვს და სულ მოგება გვაქვს, წარმოიდგინეთ რა. ანუ წაგება და მოგება არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, პროცესია ამ ყველაფრის, არც მოგებების უნდა გაგვიკვირდეს, არც წაგებების უნდა გაგვიკვირდეს. მე ხშირად იმასაც ვიზარდ ხოლმე, რომ ეს არის მარათონი, წარმოიდგინეთ, რამოდენიმე თვიანი, ან ერთთვიანი, ან სამთვიანი, ან ექვსთვიანი წარმოიდგინეთ რა ტრეიდინგის და აი თავარია ბოლოში, ფინალში შენ რა გექნება შედეგი, თუნდაც 1 თვის თავზე, თუნდაც 3 თვის თავზე, ან 6 თვის თავზე, აი ეს არის მთავარი. იმ პერიოდის განმავლობაში, როდის რამდენი წააგე, რამდენი მოიგე კონკრეტულ ტრეიდებში, იმას უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა რა. თავარია ბოლოს საერთო შედეგი რა გექნება რა და რაღაცას რო წავაგეთ, იმას არ უნდა გადავყვეთ ხოლმე და არ უნდა ვიფიქროთ ხოლმე იმის ზარალის ამოღებაზე და მე მთელი თანხა არ უნდა გავრისკოთ და რაღაც რა. ეს რა თქმა უნდა საუბარი მაქვს, როდესაც გეგმით, ბიზნესური მიდგომით მენეჯმენტირებულად ვაჭრობ და არა რაღაც კაზინოს მიდგომებით რა თორე. შენ თუ ეხა კაზინოს მიდგომები გაქვს და მთელ თანხას კარგავ, შეეგუეთ ზარალს, აქ არასწორი არის უკვე რა, ანუ არ უნდა შეეგუო მაგ ზარალს. ნუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიდევ უნდა ჩარიცხო და იმის ამოღებაზე იჩარიჩო. უბრალოდ უნდა გაანალიზო ეგ შეცდომა რა, რომ ეს წაგება არ უნდა ყოფილიყო და არ არის სწორი რა, ეგეთ შემთხვევაში, მაგრამ როცა გეგმით ვაჭრობ შენ და ჩვეულებრივად პროცესში რაღაცას კარგავ, რაღაც კონკრეტულ ტრეიდს, ოღონდ რისკების სწორი რისკების ფარგლებში ამ შემთხვევაში უნდა გაანალიზო და დაფიქრდე იმაზე, რომ ჩვეულებრივი ნაწილია ეს წაგება ამ პროცესის და ამას არ უნდა გადავყვეთ და პირიქით, ეს წაგებები ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ გაანალიზებისთვის და მეტი გამოცდილების მისაღებად რა. ანუ ყოველი წაგებული ტრეიდი არის ჩათვალეთ ჩვენი გამოცდილება და იმ წაგებულ ტრეიდებში უნდა ვისწავლოთ ძალიან ბევრი რამ. აწარმოეთ რეგულარული ანალიზი. ანუ ყოველთვის გააკეთეთ იმის გაანალიზება, თუ რა მოხდა თქვენ წარსულში. ანუ წარსულში შეიძლება ვიგულისხმოთ რამდენიმე საათის წინ, რამდენიმე დღის წინ და ასე შემდეგ. რა შეცდომები დაუშვით, რა ანალიზმა იმუშავა კარგად, რა ანალიზმა იმუშავა ცუდად, კონკრეტულმა რომელმა სტრატეგიამ იმუშავა ამ შემთხვევაში ძალიან კარგად და ასე შემდეგ. ყოველთვის მოახდინეთ ხოლმე ამ ყველაფრის გაანალიზება, რომ საბოლოოდ მომავალ ტრეიდებში ვიყოთ უკვე გააზრებულები და გაანალიზებულები და შედეგები გქონდეს მაქსიმალურად მაღალი რა. მხოლოდ და მხოლოდ ეს მოგცემს განვითარების საშუალებას, რომ ჩვენი წარსულის შეცდომები და წარსულის მაგალითები გამოვიყენოთ მომავალი განვითარებისთვის. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოველთვის უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრის ანალიზი. ისწავლე შეცდომებზე.
შეცდომებზე სწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც განვითარებისთვის. თუ გვინდა რომ განვითარდეთ ამ სფეროში და ერთ წრეზე არ ვიტრიალოთ, როგორც უმეტესობა აკეთებს ამას, უნდა ვისწავლოთ ჩვენ შეცდომებზე. ზოგადად, ნათქვამიც არის, რომ შეცდომებზე თუ ისწავლი, კარგია, მაგრამ უფრო უკეთესი არის სხვის შეცდომაზე თუ ისწავლიო. მაგრამ, პირადად ჩემი გამოცდილება რომ გითხრათ, კი თითქოს რაღაცა თეორიულად მისწავლია ხოლმე სხვის შეცდომებზე, მაგრამ სანამ მე თვითონ არ წამომტრევია ხოლმე ცხვირი რაღაც კონკრეტულ მომენტებში, ისე ვერ მისწავლია ხოლმე რა. აი, როდესაც მე დავუშვებდი ხოლმე შეცდომას, მაშინ უფრო ვსწავლობდი. ეს შეიძლება ინდივიდუალურიც არის, ვიღაცისთვის შეიძლება სხვის შეცდომაც ძალიან კარგი გაკვეთილი იყოს და მაგალითი იყოს იმისათვის, რომ მეორე თვითონ აღარ გააკეთოს იგივე რაღაც, ან ვიღაცისთვის შეიძლება თავისი შეცდომა არის საჭირო, ანუ ერთხელ მაინც საჭიროა დაუშვოს რაღაც შეცდომა, რომ ისწავლო შემდეგ ამ შეცდომაზე რა. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია ის, რომ ჩვენ შეგვეძლოს შეცდომებზე სწავლა. ისიც არ არის სწორი, ძალიან ბევრი მსმენია, რომ რაღაც დიდ შეცდომას რომ დაუშვებენ და მერე იძახიან ხოლმე, რომ გაკვეთილია, ვისწავლე ამ შეცდომაზე და რაღაცა. სწორია კი, მაგრამ ესე რომ ამბობ, მაგრამ მე რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ იგივეს აკეთებ. ეს არ არის შეცდომაზე სწავლა. შენ რამდენიც არ უნდა იძახო, რომ ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო, ვისწავლე მე ამ შეცდომაზე და რაღაც. თუ რაღაც პერიოდის მერე ისევ იგივე რაღაც გააკეთე, ვერ გისწავლია ესე იგი შენ ამ შეცდომაზე რა. აი, ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს მე პრაქტიკაში, რომ მოუწერიათ ხოლმე ჩემთან დახმარებისთვის. ანუ რაღაც ისე ძალიან საწუწარკვეთი მდგომარეობაში რო არიან ხოლმე რა. თითქმის რომ წაგებული აქვს ყველაფერი და რამე რჩევა მითხარი და რაღაც ესე რო უთქვამთ ხოლმე და ცდილობ ხოლმე ცოტა თავი შევიკავო ხოლმე რაღაც კონკრეტული რჩევებისგან, იმიტომ რომ შეიძლება პირიქით აზიანო გამოდგეს ეს ყველაფერი, მაგრამ მცირე დონეზე ვცდილობ ხოლმე რომ ყველას დავეხმარო ზომიერად და რამდენჯერაც მომხდარა ესეთი ფაქტი, რომ გადარჩენილან ესეთი ტრეიდერები განულებისგან და დაუბრუნებიათ ის თავისი თანხა. მithkoms ხოლმე ყოველთვის რომ აი ძალიან გაგიმართლა და გაიაზრე, გაანალიზე რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი და ამ შეცდომაზე უნდა ისწავლო და შემდგომში იგივე რაღაც აღარ გააკეთო. მithkoms ხოლმე ეს, დამთანხმებულან ხოლმე ამაზეც, კი, შეცდომა დაუშვი, უნდა ვისწავლო ახლა ამაზე გამოცდილებას მივიღებ და რაღაც ესე უთქვამთ ხოლმე და გადის რაღაც პერიოდი და წერენ ხოლმე რომ ოთო ვერ ვისწავლე შეცდომაზე და ყველაფერი დავკარგე, ჩემი ბრალი. აი ესე წერენ ხოლმე რა. შესაბამისად, რაღაც შეცდომას დავუშვებთ, იმას ჭირდება სწორი გაანალიზება და იმ შეცდომაზე აუცილებლად უნდა ვისწავლოთ და განვითარდეთ. თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის ერთ წრეზე ვიტრიალებთ და ჩვენ გარშემო ხალხი გააკეთებს ფულს, ჩვენ კიდევ ხან განვლდებით, მე დიდ თანხას მოვიგებთ, მე ისე განვლდებით, მე ისე მოვიგებთ და ესე ერთ წრეზე ვიტრიალებთ რა. მუდმივად ისწავლეთ და განვითარდით. ეს არის ჩვენი ბოლო სლაიდი, ბოლო თემა. უნდა გაიაზროთ, რომ ტრეიდინგი არის სფერო, რომელსაც სჭირდება მუდმივად განვითარება. ყოველთვის უნდა ვსწავლობდეთ და ვითარდებოდეთ. ხშირად რაღაცეები იცვლება, ხან ერთი სტრატეგია მუშაობს, ხან მეორე. რა თქმა უნდა, ეს ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტები, თუნდაც სილაბუსში რაც გვაქვს და რაც უნდა ვისწავლოთ, ესენი არის მოგონილი ჯერ კიდევ კრიპტომდე და 30 და 40 წლის წინაც ვაჭრობდნენ ამით და მაშინაც იდეალურად მუშაობდა და ეხლაც იდეალურად მუშაობს რა, მაგრამ უფრო რომ დაუკონკრეტდეთ რაღაცეებს რა, რაღაც კონკრეტული მეთოდები ხან მუშაობს, ხან არ მუშაობს. ანუ ყოველთვის სჭირდება სხვადასხვანაირი მიდგომა ამ ბაზარს რა და შესაბამისად ყოველთვის საჭიროა რომ განვითარდეთ, ვისწავლოთ, თუ რამე ახალი მეთოდები შეიქმნება ანალიზის და ახალი ინსტრუმენტები გამოჩნდება, რითიც შეგვიძლია ჩვენ კარგი ანალიზების კეთება, ისიც უნდა ვისწავლოთ. აი მე მაგალითად წლებია უკვე 24 საათი ვარ ამ საქმეში, ვსწავლობ ყოველდღე ახალ რაღაცას, ვითარდები, ანუ ისე არ მიქნია მე რომ აი ვისწავლე ხა ყველაფერი და ვსო რა, გავჩერდი აქ და ხა ამით უნდა ვაკეთო რაღაცები. ესე არ ყოფილვარ მე ყოველდღე, ეხლაც ყოველთვის ახალ რაღაცებს ვსწავლობ და სულ ვცდილობ რომ განვითარდე, შევისწავლო ახალი რაღაცეები, არ დაილევა ამ სფეროში ახალი თემები, მუდმივად არის რაღაც საინტერესო, რომელსაც ისწავლი და გაიაზრებ მაგ მომენტში, რომ აი თურმე კიდევ რამდენი რაღაც არ ცოდნია, მუდმივად არის ესეთ რაღაცეები, სულ მაქვს ხოლმე ეგ განცდა, მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი, გადაღეჭილი მაქვს მთელი ეს სფერო, ანუ რა ვიცი, არის კიდე რამე რაც არ ვიცი, ჩემ თავს უსმენ ხოლმე კითხვას რა, მაგრამ ყოველთვის ჩნდება ხოლმე კიდევ ისეთი რაღაც, რაც არ ვიცი და არ მცოდნია და მაგ დროს უსმენ ხოლმე ჩემ თავს ზუსტად კითხვას, რომ
აი თურმე კიდევ რამდენი რაღაც არ ვიცი რა. შესაბამისად ვერ ამოწურავთ მასალას, ყველაფერს ვერ ისწავლთ, იმდენი რაღაც არის, სულ უნდა ისწავლოთ, სულ უნდა განვითარდეთ. აი ეს მოგცემთ თქვენ გრძელვადიან სტაბილურობას და წარმატებას ამ საქმეში. ეს კურსიც რომ შეიძინეთ და გადაწყვიტეთ რომ დამატებით შეისწავლოთ ჩემგან სხვადასხვა ხერხები, მეთოდები, ინდიკატორები, სტილები, ну, უამრავი რაღაც. ესეც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ну, თუ ამ ლექციას და ამ ვიდეოს უყურებ დამწყებთა კურსში, ესე იგი შენ მხოლოდ დამწყების კურსი გაქვს ნაყიდი, დამწყების დონეზე, რაც არის მნიშვნელოვანი, ისინი ისწავლება ამ კონკრეტულ კურსში, რასაც შენ უყურებ, მაგრამ თუ შენ შეძენილი გაქვს სრული კურსი და იქ უყურებ ამ ვიდეოს, აი იცოდე რომ წინ იმდენი საინტერესო რაღაც გელის. იმდენი რაღაც უნდა ისწავლო. იმდენი რაღაც არის, რაც ჯერ არ გაგიგია და რაც გასაგები გაქვს, რომ ну, არ ვიცი რა, მთავარია დაუდოთ გული ამ ყველაფერს, რასაც ისწავლით, ყველაფერი პრაქტიკაში გამოიყენოთ შემდეგ, რო ისწავლით ხოლმე, ჩართეთ მეგრე ჩარტი და გამოიყენეთ ეს ყველაფერი პრაქტიკაში რა. გულით ისწავლეთ ეს ყველაფერი, მონდომებით ისწავლეთ, მოტივაციით ისწავლეთ და აი არ დაკარგოთ ეს ჟინი, რამაც ეს კურსი გაყიდინათ თუნდაც, რამაც გადაგაწყვეტინათ რომ უნდა ისწავლოთ და იყოთ წარმატებული, აი შეინარჩუნეთ ეს მოტივაცია, იყავთ დისციპლინით და საბოლოოდ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. ამაში ვარ 100% დარწმუნებული. წარმატებები ყველას.